ჭეშმარიტება კამათში ებადება, თუმცა შესაძლოა ჭეშმარიტება დაიკარგოს კამათში. 1961 წლის აპრილში ჯონ კენედის ადმინისტრაციამ, და თვითონ ჯონ კენედი იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ფიგურა ამერიკის პოლიტიკურ ისტორიაში, გადაწყვიტა, რომ შესულიყვნენ კუბაში და დაემხოთ ფიდელ კასტროს პოლიტიკური რეჟიმი. ისინი მოელოდნენ, რომ როდესაც შევიდოდნენ უშუალოდ ტერიტორიაზე, კუბელი მოსახლეობის დიდი ნაწილი მათ მიემხრობოდა და ისინი ერთად შეძლებდნენ კასტროს დამხობას. სპოილერი, ისინი მათ არ მიემხნენ, ამათ არ სურდათ რევოლუცია, ეს ყველაფერი იყო არასწორი გათვლების და საკმაოდ ისეთი სასაცილო გეგმის შედეგი და სწორედ ამის გამო მოხდა ის, რომ საიდუმლო მასშტაბური ოპერაცია ჩაიფუშა ისე, რომ ამერიკას მომდევნო პერიოდში დაჭირდა რაღაც გარკვეული მოლაპარაკებების წარმოება პირვანდელი მდგომარეობის აღსადგენად. კიდევ ერთხელ გავითვალისწინოთ, რომ ჯონ კენედი საკმაოდ ჭკვიანი პიროვნება იყო და მან თავის ადმინისტრაციასთან ერთად მიიღო ეს გადაწყვეტილება. სწორედ ეს არის ჯგუფური აზროვნება, როდესაც ჯგუფი იღებს გარკვეულ გადაწყვეტილებას, გარკვეული ტენდენციების და გამო, რომელიც რეალურად სრულიად არარაციონალურია, თუმცა სწორედ ეს ჯგუფურობის ფაქტორი, რომელიც რეალურად წყაროა ხოლმე ხშირ შემთხვევაში კრიტიკული და უფრო რაციონალური გადაწყვეტილების მიღების, ხდება რეალურად თვითონ დამაზიანებელი მთელი ჯგუფისთვის. არსებობს რამდენიმე მახასიათებელი, რომელიც ჯგუფურ აზროვნებას ახასიათებს და ვეცდები, რომ მოკლედ განვიხილო რამდენიმე მათგანი. პირველი ეს არის შეგნება იმის, რომ ჩვენ ერთმთლიანი ვართ, ჩვენ ერთი გუნდი ვართ, მე არ მინდა რომ ვიყო განსხვავებული, მე არ მინდა რომ რაღაც ისეთი შემოვიტანო, რაც შეიძლება ჯგუფის სხვა წევრებს არ მოეწონოთ. მეორე ეს არის თვითონ უშუალოდ ჯგუფის შიდა ზეწოლა, რომ ყველას ერთნაირი აზრი უნდა გქონდეს და ყველაფერზე ერთნაირად უნდა ვიღებდეთ გადაწყვეტილებას. მოიცა შენ მე მგონი საკმარისად ევროპელი აღარ მიჩვენები ამ ბოლო დროს მაგალითად შეიძლება იყოს. მესამე ეს არის უშუალოდ შიდა ჯგუფის განმტკიცება, რომ არანაირი ექსპერტების აზრი და არანაირი ზოგადად გარე ჯგუფების აზრი ისინი ჩვენ ვერ გაგვიგებენ, ჩვენ რაღაც განსაკუთრებული რასა ვართ, ჩვენ რაღაც განსაკუთრებული ჯგუფი ვართ, ან ჩვენ გვესმის, მაგრამ მათ არ ესმით და ამ დროს უკვე წყდება ჯგუფის გარეთ არსებული აზრების განხილვა. და კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ფაქტორი ეს არის კოლექტიური რაციონალიზაცია. ზოგადად, როცა ვსაუბრობთ თავდაცვის მექანიზმებზე და საკუთარი თავის მოტყუების და რეპრესიების ეტაპებზე, ერთ-ერთი მთავარი არის რაციონალიზაცია, ანუ როდესაც მდგომარეობას ვუძებნით ჭკვიანურ ახსნას იმისთვის, რომ ჩვენი თავი დავიმშვიდოთ. ეს არის ჩემი აზრით საკუთარ თავთან დემაგოგია, ანუ ყოველთვის შეიძლება რაღაცის გაპრავება, ხო? აი ეს არის კოლექტიური რაციონალიზაცია, ანუ კოლექტიური დემაგოგია, ანუ ჯგუფის შიგნით ხდება ის, რომ რას ლაპარაკობ, ჩვენზე მეტად ყოფილა სხვა ჯგუფი მომზადებული, მაგრამ ნაკლებად ყოფილა, მაგრამ წარმატებისთვის მაინც მიუღწევია. და კიდე ერთი ძალიან საინტერესო ფაქტორი, ეს არის აზრის პოლიცია, როდესაც ჯგუფში ადამიანი აძლევს საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ თვითონ გადაწყვეტოს რა იცოდეს ჯგუფის დანარჩენმა წევრებმა. აი მაგალითად, საერთოდ არ არის საჭირო, რომ ჯგუფის ეს სხვა წევრებმა გაიგონ, რომ არ ვიცი, იმ უბანში, სადაც ბანკის გაძარცვას ვაპირებთ, პოლიციას განსაკუთრებული მდგომარეობა აქვს გამოცხადებული, იმიტომ რომ ეს მათ დააეჭვებს და შესაძლოა მათთვის ჩვენი ჯგუფისთვის ეს დამაზიანებელი იყოს. როცა რეალურად ყველა ადამიანს აქვს უფლება, ან მაგალითად აი საინფორმაციო გადაცემის ყურების დროს, როდესაც აშკარად ვიცით, რომ რომელიღაც მხარე ტოვებს რაღაც გარკვეულ ინფორმაციას. იმიტომ რომ ეს მათ ნარატივს არ განამტკიცებს. აი საკმაოდ ისეთი დამაზიანებელი შესაძლოა იყოს და რეალურად არის კიდეც. მადლობა ყურადღებისთვის.